ევროპა. ადამიანების ერთ ნაწილს ის წარმოუდგენია როგორც ტრადიციების წინააღმდეგ მებრძოლი, გარყვნილი, დაუმორჩილებელი და ურწმუნო ადამიანების ერთობა. მეორე ნაწილისთვის კი ევროპა ტურისტული სანახაობები და შოპინგია. თუმცა ევროპის მთავარ ღირებულებებს და სიღრმეებს ალბათ ნაკლებად გაიაზრებ პროპაგანდისტული ტელევიზიების ნარატივებიდან, ან თუნდაც უბრალოდ ტურისტული ვიზიტით. მაგრამ აბა როგორია სინამდვილეში ევროპული ცხოვრება? ამის გასარკვევად ერთადერთი გზა არსებობს, რომ საკუთარ თავზე გამოვცადო ევროპული ცხოვრების სტილი და ჩემი პერსპექტივით შევაფასო. აუმჯობესებს თუ არა ევროპული ცხოვრების რიტმი ადამიანის ყოველდღიურობას. სწორედ ამიტომ მე და ჩემი ოჯახი ერთი კვირით სტუმრად ჩამოვედით ჩემ უფროს ძმასთან, რომელიც უკვე რამდენიმე წელია გერმანიაში ცხოვრობს. 9 წელია თუ 10 წელია აქ ხარ? უკვე მე-11 მას შემდეგ რაც 10 წლის წინ ჩემი ძმა ევროპაში გადმოვიდა საცხოვრებლად, გერმანიას ყოველწლიურად ვსტუმრობ. შესაბამისად, ჩემთვის ეს არა ტურისტული ვიზიტი, არამედ ტრადიციის ნაწილია. ამიტომაც მომდევნო ერთი კვირის მანძილზე ჩემი ძმის ევროპული ოჯახის ყოველდღიურობის პერსპექტივიდან გაჩვენებთ როგორია ევროპული ცხოვრება. ანუ ისეთი ევროპა, რომელიც უბრალოდ ტურისტული ვიზიტისას შეიძლება შეუმჩნეველი დაგრჩენოდათ. მომდევნო ერთი კვირა ვაპირებ, რომ ვიცხოვრო როგორც გერმანელმა. გერმანელი ვიცხოვრება გულისხმობს, რომ ამ ერთი კვირის მანძილზე მოვიქცე, ისე როგორც ერთი ჩვეულებრივი გერმანელი მოიქცეოდა. სწორედ ამიტომ ჩემი დილა დაიწყო უბნის ერთ პატარა კაფეში. ახლავზე ვარ კაფეში გარეთ და ველოდები ჩემ ძმას, რომელიც ჩემთვის უკეთავს ყავას. გერმანელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი არის კაფეში გამოსეირნება, დილით ყავის დალევა და ვინც სახლიდან მუშაობს, ესე კაფეში სხდებიან და მუშაობენ ხოლმე. ამიტომ დღეს გადავწყვიტეთ, რომ მე და ჩემმა ორმა ძმამ ბარემ კაფედან ვიმუშაოთ, როგორც ნამდვილმა გერმანელებმა. ძალიან საყვარელობა ის არის, რომ ესეთი რაღაცა საყვარელი ყავის დასალევი კაფეები არის. ყოველ ფეხის ნაბიჯზე რა. ეს კულტურა მე განსაკუთრებულად მიყვარს, იმიტომ რომ ზოგადად კაფეები ძალიან მიყვარს, ყავა ძალიან მიყვარს და თავს ნამდვილ გერმანელად მაგზნომინებს ეს საქციელი. სწორედ ამ კაფეში მუშაობისას შევამჩნია ევროპისთვის ყველაზე თვალსაჩინო მახასიათებელი ფინანსური სტაბილურობა. კაფეებში მხოლოდ ახალგაზრდები კი არ დადიან, აი ძალიან ასაკოვანი ხალხი, ალბათ 65-ს ზემოთ ხდებიან და კაფეში რაღაცა განიტვირთებიან რა. და რაღაცნაირად საქართველოში ეგეთი უნება არ გვაქვს, იმიტომ რომ ძირითადად ასაკოვან ადამიანებს არ აქვთ იმის ფინანსური რესურსი, რომ ესე კაფეში უბრალოდ დაждდნენ და ყავა დალიოთ. ზუსტად მაგიტომაც მინდა, რომ ჩვენ შევიდეთ ევროკავშირში და ჩვენც გქონდეს ევროპული სტანდარტები, რომ საქართველოშიც ყავდეს ისეთი ბებო და ბაბუები, რომლებსაც აქვთ იმის ფინანსური რესურსი, რომ უბრალოდ კაფეში დაждდნენ ხოლმე, შეიკრიბონ და რაღაცა და ქალებმა ყავა წრუპონ ხოლმე ერთად. მოხუცებს კაფეებში სისტემატიურად სიარულის ფუფუნება არა მარტო იმიტომ აქვთ, რომ მაღალი ხელფასები და შესაბამისად პენსიები აქვთ. არამედ იმიტომაც, რომ საყოფა ცხოვრება ხარჯები შემოსავალთან მიმართებაში ძალიან დაბალია. ყოველთვის, როდესაც უცხოეთში ვარ, ჩემთვის ჩვეულებრივი კულტურული ექსპერიენსი არის, რომ შევიდე ლოკალურ მაღაზიებში, აი აფთიაქის სტილის და პროდუქტების მაღაზიაში და დავაკვირდე რა სახის პროდუქტები იყიდება, რა ღირს მე შევადარო, აბა საქართველოში რა გვაქვს, რა არ გვაქვს. შევიდეთ, თქვენც დაგათვალიერებინებთ, მეც დავათვალიერებ და დავიშოპინგოთ ერთად DM-ში. მოკლედ რა, ძალიან მაგარია, როდესაც გაქვს იმდენად ძლიერი ეკონომიკა, რომ აბსოლუტურად ყველაფერს შენით აწარმოებრა და მაგის გამო 80% პროდუქტები ღირს ალბათ 2 ევროზე ნაკლები ამ მაღაზიაში და რა თითქმის ყველა ბრენდი რაც აქ ახლა ვნახე, ჩვენც გვაქვს საქართველოში, მაგრამ 5ჯერ და 6ჯერ წვირი რა. და თან რო გავითვალისწინოთ აქაური ხელფასები 3000 ევროს საშუალო ხელფასი და მაგის ფონზე რომ ესეთ რაღაცა ყოველდღიურ პროდუქტებში დუშგელი, პირისყრის ჰიგიენა, ანის ლოსიონები მსგავსი პროდუქტები რო ღირს 2-დან 5 ევრომდე მაქსიმუმ. წარმოგიდგენთ, რამდენად ცოტა ეხარჯებათ პროცენტულად ადამიანებს საბაზისო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და ჩვენთან მართლა აფთიაქში რო შევდივარ ხოლმე ან მაღაზიაში რო რაღაცა დუშგელი და მსგავსი პროდუქტები ვიყიდო, 100 ლარს ისევ ხარჯავ, რომ ვერ ვიგებ საერთოდ რა ვიყიდე რა, 2-3 პროდუქტი რაც ძალიან გულსატკენია, როცა იაზრებ, რომ ხარ ცოტათი ჩანჩალა და ეკონომიკურად არამდგრადი ქვეყნიდან. ძალიან მიყვარს ჩემით რო ვატარებ ხოლმე რატომღაც. ამ მაღაზიაში შევარჩიე ჩემი საყვარელი თავისმოვლის პროდუქტები, რომლებიც საქართველოში ჩემი გათვლებით დაახლოებით 400 ლარი მაინც დაჯდებოდა, რაც გაცილებით მეტია აქ დახარჯულ თანხასთან შედარებით. 47 ევრო ტონა რაღაცაში. გარდა იმისა, რომ პროდუქტებზე ფასებია ძალიან დაბალი, მთლიანად შოპინგის გამოცდილება სრულიად განსხვავდება საქართველოსგან. ახლა უნდა შევიდეთ და მოვიშოპინგოთ გერმანულად. ახლად გამომცხვარი პურფუნთუშეულობა არის, ერთი ცალი ღირს 40 ცენტი.
და ესე არის უამრავი სხვადასხვანაირი პური. ლუდების არჩევანი არის დაახლოებით 55 ცენტიდან 1 ევრომდე. ლაქტოზა რძე евро და 15. შურის რძე 85 ცენტი. ჩვენთან ეს თირკულის ფასერს მერიდება ხოლმე კითხვა იმდენად ძვირი ღირს. რა პატარაა ეს გერმანია მაღაზიაში ვის არ გადააწყდები? გამარჯობათ, თქვენ პროფილზე შეგატყვეთ რომ ქართველი ხართ. ეს ხო უყვარს თეას. აი, კაი მაგალითი. ფილადელფია, საქართველოში რაღაც 5 ლარზე მეტი ღირს არა? არის ძვირი ღირს. ახლა აქ 2 евро. ანუ 6 ლარიც არ გამოდის რა. ეხა აქაც გაძვირდა სხვათა შორის. 2 евро დაჟე გაძვირებულია. სარეცხის საშუალებები. აი ხა ეს ღირს 95 ცენტი 1 ლიტრა ნახევრიანი სითხე. კარგი არის, როდესაც ძლიერი ეკონომიკის ქვეყნიდან ხარ და ანუ საქართველოსგან განსხვავებით ბოსტოლები ძვირი ღირს აქ. ძლივს რაღაც რაც აქ უფრო ძვირი ღირს ვიდრე საქართველოში. ძალიან მიყვარს ეს კულტურა, რომ თითქმის ყველგან მაღაზიებში არის ესეთი ცალკე დახლები გაკეთებული იმისთვის, რომ სალაროებთან რიგები არ დააყენო ჩალაგებისთვის. შეგიძლია რომ აქ ცალკე მაგიდაზე გადმოდო შენი ნივთები და მშვიდად წყნარად დაალაგებულად ჩაალაგო რა. აი ხა ესე ჩვენ აქ სანამ ვალაგებთ, ჩვენ უკან ადამიანები ჩვეულებრივად შოპინგობენ, ატარებენ სალაროში ყველაფერს. სწორედ ფინანსური სტაბილურობა აძლევთ ევროპელებს იმის ფუფუნებას, რომ კვირაში ერთი დღე სრულებით მოწყდნენ სამუშაო რეჟიმს. მათთვის ტრადიციის ნაწილია, რომ ყოველი კვირა დღეოჯახთან ერთად სრულ სიმშვიდეში გაატარონ და აღიდგინონ ენერგიები მომდევნო სამუშაო კვირისთვის. გერმანელებისთვის და ზოგადად ევროპაში კვირა დღე ითვლება როგორც სიმშვიდის და არაფრის კეთების დღე. გერმანიაში ეძახიან რუეტაგს. და ამ დღეს ყველა იღვიძებს გვიან, გაკეტილია მაღაზიები, ხალხი არ მუშაობს და ისვენებს. შორის ეს კულტურა, რომ კვირაობით ყველა ისვენებს, ძალიან მომწონს. საქართველოში ისეთი ეკონომიკური მდგომარეობა გვაქვს, რომ არ გვაქვს ადამიანებს იმის ფუფუნება, რომ ესე კვირაობით დასვენება მოვიწყოთ და აბა ფეხი-ფეხზე გადავიდეთ, არაფერი გავაკეთეთ. აი ბატონი, მამა ჩემი არის მაგის ნათელი მაგალითი, რომ კვირა, ორშაბათი, სამშაბათი არც ერთი დღე არ აქვს დასვენების. არ გინდა შენც? რა მომწონს, მე ყველა დღე მომწონს დავისვენ. ოღონდ როგორ უნდა იყოს, იცი? უნდა ისჯებოდეს კანონით, ვინც იმუშავებს კვირა დღეს. უნდა სერიოზული ჯარიმა იყოს. რამდენი ჯარიმები გექნება? ძირითადად ყველა გერმანელის დილა იწყება საუზმით და ის დღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. მენიუ კი არის მარტივი და მრავალფეროვანი. მთავარი ინგრედიენტები ახლად გამომცხვარი პორფუნთუშეულობა, პრეცელი, კარაქი, ყველი, სპრედები და რაც თავარია ძახვეულობაა. მაგრამ გერმანული საუზმე არა მარტო ყვება, არამედ ოჯახთან ერთად დროის გატარების და დღის მშვიდად დაწყების საშუალებაა. აი ნამდვილი ქართულ-გერმანული სუფრა. ჭიქებზე გვაქვს ქართული ორნამენტები. რა წავიღო? აი რა უნდა წავიღო? მეც მივიღე მონაწილეობა სუფრის გაწყობაში. თქვენ რა წვლილი მიიგიძღვით საუზმის გამზადებაში? არანაირი. გიოს YouTube არხი გამოიწერეთ სკიცმენა. იმედია მიეცემა мотиваცია, რომ მალე დაიწყოს ვიდეოების დადება. Right, გიო? ეს ნამდვილი სუფრის თამა და დღეს ყავით შემოგთავაზებს ძალიან მაგარ სადღეგრძელოებს. მან უკვე საქმე გააკეთა. ზოგადად ლუკა ჩვენ ოჯახში არის მთავარი დეკორატორი და გამფორმებელი და ეს სუფრის მოწყობილობა, თეფშების დალაგება, ჩანგლების გვერდით მოდება და სუფრავოის გადაკვრა და რამე ამ ადამიანის შემოქმედებაა, ვიტყოდი. ამიტომაც დამსახურებულად ისვენებს, მაგრამ ვინც ისვენებს და ვერ მოისვენა არის ეს ორი. რას აკეთებთ? ნახეთ როგორ ალამაზებენ. უთხარი რომ ვიდეო უნდა გადავიღო როგორ ვსაუზმობთ თქო და კოხტა და კოპწია დაკეთებენ. ეხა ესე ნამდვილად არ ვსაუზმობთ ხოლმე. ხო, ანუ სერიოზული დახმარება მესაჭიროება. არ ვარ მეგრელი, არავინ არ მყავს მეგრელი საერთოდ. არაფერი შეხება მეგრელობასთან და მეგრულობასთან არ მაქვს. მაგრამ გიждები მეგრულ აქცენტზე და სულ მეგრული აქცენტით ვლაპარაკობ თითქმის. ხო და რა გავაკეთო? დაიყარა გერმანული სუფრა. ლიზას ერთადერთი გერმანელის ჩვენ შორის საყვარელი საუზმე ყოფილა კარაქიანი ბრეცელი, ამიტომ აგერ კარაქი, აგერ ბრეცელი. მე კარაქით ძალიან მიყვარს და ბრეცელიც. გერმანელებს არა მარტო ესეთი ბრეცელები აქვთ მარილიანი, რომელსაც საუზმეზე კარაქთან ერთად ჭამენ და ასე შემდეგ. არამედ ტკბილი ბრეცელებიც. აი უგემრიელესია. ისე ხარო შევადაროთ ქართულ საუზმეში რა გახსენდება. აი გერმანული საუზმე გამაკვეთილი გერმანული საუზმეა. ნუ გერმანელებს სამზარეულოში აპენძის მეტი არაფერი არ აქვს. საუზმის მეტი? რავი გერმანული რამ კერძიცი. შნიცელი, ათო ეგვენურია. ავსტრიული. ეგეც გენურია და ნუ რავი რაღაცები რა თქმა უნდა.
ჰამბურგერი ხა, ჰამბურგერი. ანუ მე მგონია რომ საუზმის კულტურა ჩვენ ვაფშე არ აქვს. ანუ ჩვენ გვაქვს მაგარი სადილი და ვახშამი, მაგრამ საუზმე არც ვიცით რა. აი წინაღამის გაკეთებული საუზმე. აი ხაჭაპური და ჩაი არის ყველაზე კაი საუზმე ალბათ. სხვადასხვა გერმანულ საუზმეზე ხაჭაპურების გამოვაცხოთ შვენი რა და აბა ეხლა გერმანელებს გავაჭაჭანებთ ახლა. გერმანიაში და ზოგადად ევროპაში ადამიანებს იმდენად აქვთ სტაბილურობა უზრუნველყოფილი, რომ მათ ყოველდღიურობაში ჩნდება ისეთი აქტივობები, რომელიც უკავშირდება არა მხოლოდ პერსონალურ კეთილდღეობას, არამედ გლობალურ საკითხებზე ზრუნვას. ჩემი ძმის ოჯახი არც ქართულ გერმანული, მაგრამ რადგან გერმანიაში ცხოვრობენ, ნაგვის და ხარისხების ამბავი მიმდინარეობს გერმანულად. გერმანელები ნარჩენების გადამუშავებას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ. იმდენად, რომ ყველა ოჯახში 5 სხვადასხვა კატეგორიის ნაგვის ზურნა არსებობს და თითოეულს თავისი დანიშნულება აქვს. მათთვის ეს არა უბრალოდ ნაგვის დახარისხება, არამედ გარემოზე ზრუნვის გამოხატულებაა და ყველა ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ საქმეს. ეხლა მოვრჩით სადილი ვჭამეთ და ეს ყველაფერი უნდა გადავანაწილოთ აი აქ. გერმანელებს აქვთ ძალიან მკაცრად განსაზღვრული ნაგვის დახარისხების სისტემა. აქ რამდენი ჩამოვდივარ ხოლმე თავიდან ვსწავლობ, სულ მავიწყდება. ეხლა გულწრფელად როდის დაიწყე გადამუშავება? გერმანიაში ყოფნის მე რამდენი წელს? ძალიან შეგნებულად მას მე რაც ლიზა გავიცანი, იმიტომ რომ ცოლი გარდა ყველაფრისა მდგრადი განვითარების მენეჯერია შესაბამისად მისი ასე ვთქვათ პირდაპირ უირების საქმიანობა არის და შეიძლება რაღაცა იცის და უფრო რაღაცა როგორ მუშავდება და ამდენად უფრო შეიძლება თქვენია ხოლმე რაღაც დისკუსიები და მას მე უფრო ასე ვთქვათ მეც შეგნებულად და როცა იციან ადამიანებმა როგორ მუშავდება საბოლოო ჯამში ნაგავი რაღაცნაირად სხვანაირად თვითშეგნება აქვს რა რომ ბარემ აღარ ჩავაგდებს. ხო ფიქრობ რომ იქ ვიღაცა 100 კაცი დგას და შენ ნაჭამ რაღაცას არჩევს იმიტომ რომ მანქანა ვერ ამუშავებს და ამიტომ შენ თვითონ არჩევ რომ იმიტომ რომ ყველამ თავის მოკლედ რა ნაჭამი რო გაარჩიოს უფრო იოლია ვიდრე ერთი კაცი არჩევდა 100 კაცის ნაჭამს. მაგალითად ძალიან დიდი ნაწილი გერმანიის ნაგვის ერთ პერიოდი იგზავნებოდა არგენტინაში. ერთი ცნობილი ფაქტი არის რომ მსოფლიო ჩემპიონატის მერე ნაგავი უკან დაუბრუნეს გერმანიას, იმიტომ რომ არ იყო დახარისხებული. როგორც სახლში ურნებში ნაგვის დახარისხება არის კომპლექსური პროცესი, ისევეა მათი გადაყრაც. უბანში სხვადასხვა ადგილას კონკრეტული კატეგორიის ნაგვის ურნები დგას და ზოგი მათგანის გამოყენება მხოლოდ კორპუსის მაცხოვრებლებს შეუძლიათ. ცალკე არის ურნები ორგანული ნარჩენებისთვის, ქაღალდისთვის, პლასტიკისთვის, შუშის ბოთლებისთვის და ცალკე საერთო ნარჩენებისთვისაც. ანუ სულ 5 ტიპის ნაგავი წამოვიღეთ. შუშას ჩვენ ვახარისხებთ ცალკე, პლასტიკის ცალკე, ბიოს ცალკე, ქაღალდს ცალკე და დასაწვავ ნაგავს ცალკე. ნუ გარდა ამისა არის კიდევ ელექტრონაგავი, მაგალითად ელემენტები და ასე შემდეგ, რომელიც ცალკე გროვდება და ერთ ადგილას იყრება. მოიტა? ლურჯი არის მშრალი, დაუსველებელი ქაღალდი და კარტონი და ყველაფერი მოკლედ რაც მშრალია და ქაღალდის არის. შავში მიდის ყველაფერი რაც იწვება. ერთადერთი რაც არ მესმის და ვერასდროს ვერ გავიგებ არის რატომ არის ეს ნაგვის ჩასაყრელი ესეთი პატარა და რატომ აქვს მარტო ესეთი ხრელი. რო იწვალო. შუშებს რაც შეეხება, მწვანე ცალკე მიდის, თეთრი ცალკე მიდის და ყავისფერი ცალკე მიდის, იმიტომ რომ სხვა მასალისგან არის და თუ დავშვათ შიგნით გატყდა, მერე ამებს ასუფთავებენ და შესაბამისად მუშავდება. შუშებთან და პლასტიკთან ერთად ძალიან ხშირად არის ასევე მაგალითად ველტანსაცმლის, რა ვიცი, სათავსოები. თუ დავშვათ რაიმე არის ისეთი, რომელიც აღარ გინდა, მაგრამ მაინდა-მაინც ახლა გამოფრთხილი და გამორღვეული არ არის. ყველას მიაქვს X და მერე იქიდან ესენი ახარისხებენ სპეციალურ საწმენდებში, ქიმწმენდებში სუფთავდება და ადამიანებს რომელთაც საშუალება არ აქვს ტანსაცმელები იყიდონ შელთერებში და ასე შემდეგ, მერე იქ ისინი არიგებენ. ტანსაცმელების ამბავი არ ვიცოდი და ძალიან კომფორტული არის რა. გარდა ამისა, ცალკე გადამუშავდება პლასტმასის ბოთლები, რომლითაც გარდა გარემოზე ზრუნვისა პირად სარგებელსაც იღებენ ადამიანები. თითო ბოთლის გადამუშავებაში საშუალოდ 10-დან 20 ცენტამდე ბრუნდება. რაც ერთი შეხედვით არც ისე ბევრია, მაგრამ ადამიანებისთვის ეს დამატებითი мотиваციაა, რომ იზრუნონ ბუნებაზე და სტიმული, რომ არ დაეზაროთ მათი გადამუშავება. გარდა ამისა, ზოგიერთი უსახლკარო ადამიანისთვის ეს ერთგვარი შემოსავლის წყაროც არის. ეს ბოთლები ცალკე გვაქვს აქ საცავი, აი აქ ვაგროვებთ და ამ ბოთლებს მივიტანთ მერე და გადავამუშავებთ. ფანტას ბოთლი და აი ეს ნიშანი თუ აქვს, ესე იგი შეგიძლია რომ გადაამუშავებინო აი ამ აპარატს რა. უნდა შედო ისე რომ დაინახოს სკანირების კოდი და ასევე ბოთლი არ უნდა იყოს დაზიანებული რა. 25 ცენტი, 50 ცენტი. აბა ეს ვნახოთ. ამას გონი არ გაატარებთ. არა. ეს არ გაატარა. ამას არა აქვს იმის ნიშანი. ამაში ფულს ვერ გავაკეთებთ. სამი ბოთლი გადავამუშავე, 75 ცენტი ავიღე. ოქტომბრად შემიძლია რომ შევიდე და
მუშაობა ვიყიდო. გერმანიაში სახელმწიფო ადამიანებს არა მარტო გარემოზე ზრუნვაში ახალისებს, არამედ ცდილობს მათ კომფორტული საცხოვრებელი გარემო შეუქმნას. სწორედ სოციალური თანასწორობის მაგალითია მთელი გერმანული ინფრასტრუქტურა. აქ მხოლოდ საშვიან ადამიანებს კი არ აქვთ ქალაქში სწრაფად და კომფორტულად გადაადგილების შესაძლებლობა, არამედ თითოეულ მოქალაქეს. რადგან ქალაქი ისეა დაგეგმარებული, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა კომფორტის ნაწილია, როგორც შეძლებული, ისე საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანისთვის. და ჩვენთან რა ხდება? გამოხვალ, აი სახლიდან ფეხს გამოდგავთ და საცობი. 2 საათით გიხარ საცობში გაიარო. ფეხით ვერ გაივლიო. მოუწესრიგები არ ტროტუარი გაქან. მაინც უნდა გახვიდე და ვაკეში დადგე რომ ჩაიარო ვაკეში და მერე ის რო გააკეთეს პეკინზე ველოსიპედის ზოლი. ხელით უნდა მიიტანო ველოსიპედი. პეკინზე დადო, გაიარო და აჭარასთან აკეცო და საწაიღო. მამაჩემს გერმანიასთან განსაკუთრებული ემოცია აკავშირებს, რადგან ჯერ კიდევ ისე დროს ჩამოვიდა აქ, როცა თბილისში არეულობა იყო და განსხვავება საქართველოსა და გერმანიას შორის კიდევ უფრო კონტრასტული იყო. აი, გერმანიაში რო პირველად ჩამოხვედი, ყველაზე მეტად ნამოგეწონა და თან ისიც მოყევი, როდის ჩამოხვედი. 96-ში ჩამოვედი პირველად და ემან დამშოკა. აი მოწესრიგებულობამ, რაც ყველაზე ძალიან მოგწონს ევროპის რა ათვალიერი, აჰა. ესე გონია ტყეში დავდივარ და შუაგულ მიუნხენში ხარ, წარმოგიდგენია? და აქ ჩვენთან უნდა წახვიდე სპეციალურად შუამთაში, რომ ესეთი ბუნება ნახო სიტყვაზე, როცა შეიძლება რომ ქალაქშიც გაამწვანო და გაშალო, ხო? კლიმატი არ გვიწყობს თუ ის წყალი გვაკლია თუ მზე. აჰა. 1 კვადრატულ სანტიმეტრში 14 კორპუსი როა ჩაკვეხებული, ეგრე კი არა, აი რომ გაშალო და დარგინა მე ეს უკვე საცობების განტვირთვაც ხდება ყველაფერი და ასე შემდეგ რა. მამაჩემსთან ისეთი საქმიანობა აქვს, რომ სულ ყოველდღე მანქანებით მოძრაობს და მაგით არის დატანჯული, რომ სულ პრობლემებში უწევს დგომა და გერმანიაში რო ჩამოდის ხოლმე ყოველთვის მაგას აღნიშნავს, რომ აი რა კაია, რომ ისე ძალიან არის გამართული ყველაფერი, რომ არ გინდება, საერთოდ არ გჭირდება, რომ მანქანა გყავდეს რა. ქალაქის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში ისე გახვალ აი წუთებში, წამებში. სანამ მანქანას გახვალ და სანამ შუქნიშაზე გაჩერდები, უკვე ქალაქის ბოლოში ხარ წარმოიდგინე. 50-60 წლის წინ რო დაეწყოთ ამაზე ფიქრი, დღეს შეიძლება ყოფილიყო რაღაცა, მაგრამ ეხლა უნდა ძალიან დიდი შრომა და ფული. ევროკავშირში თუ გავწევრიანდებით? ოჰ, შეიძლება? ყველაფერი ჩვენთან. რა თქმა უნდა. გარემოსა და ადამიანებზე ზრუნვასთან ერთად ევროპაში განსაკუთრებით იცავენ ცხოველების უფლებებს, რის გამოც თითქმის არ არსებობენ მიუსაფარი ცხოველები. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზეზი, რატომაც ძალიან მიყვარს მიუნხენი და ზოგადად ევროპაში ყოფნა ხოლმე, საერთოდ არ არიან ქუჩის ძაღლები. რაც იმას ნიშნავს, რომ თავისუფლად დავნარნარებ. ვინც მიყურებთ, გეცნობათ, რომ მაქვს ძაღლების ფობია. პანიკურად მეშინია ქუჩის ძაღლების, ანუ პატრონის გარეშე როდესაც ვხედავ აშვებულ ძაღლს, მემართება სრული პანიკა, მგონია რომ მომვარდება, მიკვენს, გარდავიცვლები და ეს იქნება ჩემი ბოლო დღე სიცოცხლის და მაგიტო საქართველოში თითქმის ვერაზოს ვერ ვსერინობ ვერსად, მაგრამ აქ არავითარი ქუჩის ძაღლი. ძაღლებიც ბედნიერები არიან და მეც. გერმანიაში ერთმანეთზე ზრუნვის და პატივისცემის გამოხატულება არის პუნქტუალურობა. აქ ადამიანები განსაკუთრებით უფრთხილდებიან დროს და ეს ჩანს არა მარტო ფორმალურ შეხვედრებზე, არამედ მეგობრებთან ურთიერთობაშიც. მე რო გერმანიაში ვცხოვრობდი, გავიცანი ერთი გერმანელი ბიჭი, რომელთანაც ძალიან დავმეგობრდით მე და ნიკა და ყოველთვის რაცა გერმანიაში ჩამოვდივარ ხოლმე, რა თქმა უნდა ვნახულობ. ამჯერადაც ცოტა ხნის წინ მივწერა, რომ მეთქი დღეს თუ გცალია 2:09-ზე შევხვდეთ მეთქი ჰაუპბანჰოფზე. მაგრამ არ იცის რომ მე ამ ტესტში ვატარებ. რეალურად დავტესტოთ ახლა ერთი ჩვეულებრივი გერმანელი ბიჭი თუ მოიქცევა გერმანულად და თუ იქნება პუნქტუალურად ზუსტად 2:09-ზე სადგურის მოედანზე, სადაც შეხვედრის ადგილი დავთქვით. როგორც წესი, ძალიან პუნქტუალურია. ესე მითხრა, რომ 12 კლასის განმავლობაში არც ერთხელ არ დაუგვიანია სკოლაში. ეგ ამბავი რო გავიგე, შოქში ვიყავი, მაგრამ that's true. რატომღაც ახლა რო ეჭვი შემეპარა მატიასის პუნქტუალურობაში. 10 წუთით ადრე წერს, რომ იცოდე აქ ვარ მე უკვე და როცა მოხვალ მომწერეო. და ეხლა აქეთ ვაგვიანებ, ეგრე გამოდის. ნუ არ ვაგვიანებ, ჯერ ნახევარი არ არის, მაგრამ მაინც მომასწრო მატიასმა. Yo, brothers! How are you? Hello, good, and you? I'm good. So nice to see you. You're in my video. You were on a test. I was like, he's German, let's see if he will be late or not. And of course you were not late. Matiasma testi ჩააბარა ნამდვილი გერმანელობის. ხო, მატიას? Yes. ის რომ გერმანელები დროს განსაკუთრებულად აფასებენ არა მარტო ცალკეული ადამიანის პუნქტუალურობაში გამოიხატება, არამედ ყველა სფეროში, მათ შორის სატრანსპორტო სისტემების მოწყობაშიც. დღეს დაიტესტება ნამდვილი გერმანული საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ამ ტრანსპორტის პუნქტუალობის საკითხი.
ეს ყველაფერი დაიტესტება იმ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თუ ჩვენ თავად არ დავაგვიანებთ, იმიტომ რომ ეხა ნახევარი საათი გვაქვს, რომ ჯერ მეტროთი უნდა მივგზავროთ, უნდა მივიდეთ თავარ სადგურზე, სადაც მატარებლები გადიან და მივდივართ რეგენსბურგში და მატარებელი უნდა გავიდეს ზუსტად 12:44-ზე. ნახოთ ეხა პირველ რიგში იმედია მივასწრებთ და მე თუ მივასწრებთ, ნახოთ 44-ზე დაიკეტება თუ არა კარი და თუ გავა გერმანული სიზუსტი, გერმანული საზოგადოებრივი აწიკწიკებული ტრანსპორტი. მაგრამ ჯერჯერობით ეხა რაც შევაფასე, რაც ძალიან მომეწონა არის, რომ რეგენსბურგისკენ მაგალითად მიუნხენიდან მატარებელი გადის თითქმის ყოველ 1 საათში. რაც ძალიან მასახერხებელია. ეხა ჩვენ მაგალითად საქართველოში მიჩვეული ვართ, რომ მატარებელი რა დღეში მაქსიმუმ 2 ჯერ გადის რა. და აქ რაღაც ძალიან ხელსაყრელია, რომ ყოველ საათში, ყოველ შემთხვევაში მიუნხენიდან ამ მიმართულებით რეგენსბურგისკენ დღეში რამდენჯერმე გადის რა. ჩემდა გასაკვირად მატარებელი არც ისე პუნქტუალური აღმოჩნდა. ჯერ გასვლა დააგვიანა 2 წუთით, რაც ჩემთვის როგორც ქართველისთვის ძალიან სასაცილო ჭყერს, მაგრამ გერმანიაში ეს ნამდვილ დაგვიანებად ითვლება. მოვედით, მატარებელი დგას, გვიან რომ მოვედით, ადგილები დაკავებულია. ჩვენ ვისი ქართველები ვართ, მაინც ვიპოვეთ ადგილები, თან მაგიდიანი. და ვნახოთ ეხა, არის 36 წუთი, 44-ზე გადის. კარებები ჯერ კიდევ ღია. ვნახოთ აბა. ტესტზე მყავს. 45 გახდა და არ დაწრულა. კიდე არ გასულა, მე არ ვიცი, ესენი დამაგვიანებენ. 46-ზე დაიძრა, 2 წუთით გადაცდენა, მე არ ვიცი, ეს არის უპატივცემულობა, ჩემს დროს, ესე იგი არც. ისე დავიწერეთ, ეხა 2 წუთი არაფერი არ არის, მართლა განრიგით ზუსტად 7 წუთში უნდა ვიყოთ რეგენსბურგში, ნახოთ ეხა. მეორე დაგვიანება კი იმან გამოიწვია, რომ გზად შეფერხება მოხდა, რის გამოც ჩვენი მატარებელი გაჩერდა და დანიშნულების ადგილზე ჩასვლა დაახლოებით 40 წუთით გადაიწია. ჩამოყარეს ხალხი, წინო გზა არ თავისუფლდება ამ ლიანდაგზეო და ახლავეო გამოვუშვითო ექსპრეს მატარებელია, რომელიც მოგაკითხავთო და გადაგიყვანთ რეგენსბურგის სადგურზეო. რეალურად 7 წუთზე ხა უნდა მოსულიყო. ეხა არის უკვე ნახევარი, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ეგრევე იპოვეს გამოსავალი და აგერ გამოუშვეს მეორე მატარებელი, რომელიც ამდენ ხალხს გადაგვიყვანს დანიშნულების ადგილზე. 3-7 წუთის ნაცვლად 3:47-ზე ჩამოვედით რეგენსბურგში. ეს დაგვიანება ყოველგვარ ზღვარს ხდება ჩემი აზრით. არ ეკადრებათ გერმანელებს ეს ყოველივე, მაგრამ რას ვიზამთ, ყველაფერი ხდება ხოლმე. ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, გერმანიაში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ჰობებს. მათთვის საკუთარი ინტერესებისთვის დროის დათმობა მთავარი პრიორიტეტია, რის გამოც ისინი ნამდვილი პროფესიონალებებით მისდევენ ჰობებს. ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი ფიგურები არის, რაც კი მინახავს ესე ნაქირავებში, ფიგურებში. აღფრთოვანებული ვარ გერმანელების ჟინით, რომ როდესაც რაღაც ჰობს მისდევენ, იმდენად მისდევენ, რომ პროფესიონალებისგან ალბათ ძალიან ცოტათი განსხვავდებიან. მოკლედ, მაგალითი მაქვს ასაღები, რომ ჩემს ჰობებს მივსდიო ხოლმე და ხშირად ვაკეთებ. შენი ჰობი რა არის? ფეხბურთი და მუსიკა. რას აკეთებ შენი ჰობისთვის? ვარჯიშობ, ბევრს ვერა. სკოლა მიშლის ხელს. ბევრი დრო არ მაქვს, მაინც ვარჯიშობ, მაგრამ ვახერხებ. რამდენ ხელში ერთხელ? ყოველდღე. რა გინდა, გერმანელებზე უკეთესი ყოფილხარ? ყოველდღე, მაგრამ ეხლა დიდხანს ვერ ვარჯიშობ და ხარისხიანადაც ძალიან ვერა. გერმანელებისგან განსხვავებით, მამაჩემს არასდროს აქვს დრო, რომ თავის ინტერესებს დაუთმოს. ჩვენ გერმანიაში ვიზიტს კი მამას დაბადების დღე დაემთხვა და შვილებმა არ გავუშვით ჩანსი ხელიდან, რომ მისთვის სიურპრიზი გაგვეკეთებინა. დადგა ის დღეც, როცა ჩვენი გეგმა უნდა შესრულდეს და მამა უნდა ვაფრინოთ. მოკლედ 50-ის რო დავხდი, შევპირდი ბავშვებს, რომ ბაბი რო გადმოხდა პარაშუტიდან, მეც გადმოხდები მე. ხო და ეხა მივდივარ სავარჯიშოდ, წავივარჯიშებ, საფულში გადმოხდები პარაშუტით და დავამტკიცებ, რომ არავინ არ დაბერებულა. ისინია? მე სიმაღლის გადმოხტომის ამის შიში და ვაი და ესეთი რამე არ მაქვს. მე ხო იცი აქ ნამყოფი რა ვარ. არ ვიცი. ჩემ ვიდეოებს არ უყურებ, ანუ? აბა რა ვიცი მე აქ ნამყოფი ხარ თუ არა. ახლა ვის რა უნდა გთხოვოთ, რომ ჩემ ვიდეოს უყურებ, მამა ჩემი არ უყურებ ჩემ ვიდეოებს. Oh my god. ნახოთ ერთი თუ მაამაყებს და მე შევადაროთ ახლა ვისი უკეთესი იყო. მაგრამ მე 50 წლის დასაწყისში კიდე უნდა ვცადო. ნამდვილი შეჯიბრი ეგ იქნება რა. მაშინ თუ გავაკეთებ მამა ჩემზე უკეთესად.
აი იქ სადღაც ღრუბლებში ჩანს ჩვენი საფრენი, აი აქ. ხო და Google Map-მა გადმოგვიყვანა სახნავ-საათის მიწებში რა და აი ზე მოვდივართ ახლა ფეხით. რა დარწმუნებულები ვართ, რომ ახლა ეს სწორი გზა, ანუ მართლა სახნავ-საათის მიწებში ვართ გადმოსულები და აბა როგორია ახლა რა უყურებ? კაია. რო უყურებ, გონია რომ ძალიან იოლია, მაგრამ რეალურად ძალიან ძნელია თავი დაიჭირო, წონასწორობა, სუგონია რომ უნდა გადაყირავდე რა, შეგრძნება გექნება რა, ჩემი აზრით და. აბა, გამოუვა ზურიკოს. არ ვიცი, იმედია რომ არ მიეტყაფუნება. ამწმენ. გამოიპრანჭა ზურიკო. ეხა რო ავფრინდები და დავეზნეხვები ეგრე რა. მოგიწონა? ძალიან. აი ძალიან მაგრად გააკეთე. შენ აქ გარეთ რო იფრინე ტაში დაგიკრეს. ხო და ისე რომ მეუნეოდა იქიდან ესე. გია მოგიწონა? ძალიან სწორებს. ძალიან კარგად გააკეთე. Whoa. Awesome. Thank you. Really good. First time? Yes. Yes. He was really good, right? Really amazing. Yes. Really awesome. I really appreciate your flavor. სიგელები გადასცეს მამას. მამა ისე მაგრად იფრინე, რომ შემდეგ დაბადების დღეზე უკვე ნამდვილი ფრენა უნდა განვახორციელოთ. პარაშუტით ალბათ ესპანეთიდან. ამ ბედნიერი მომენტით სრულდება ჩვენი ერთკვირიანი ევროპული თავგადასავალი. ვიდეოში ვეცადე ერთი ევროპული ქვეყნის მაგალითზე მომეყოლა ის პლუსები, რაც აქაურ ცხოვრებას შეიძლება ჰქონდეს. რა თქმა უნდა, ევროპას უარყოფითი მხარეებიც აქვს და ყველაფრის გადმოკოპირება ქართველებს არც არაფერს მოგცემს. მაგრამ ფაქტია, რომ პლუსები გაცილებით მეტია. თუმცა ევროპის მთავარი პლუსი არც ნაგვის დახარისხებაა და არც ის, რომ მოხუცები ყავას წრუპავენ კაფეებში. ევროპული ღირებულებები ჩემთვის გაცილებით მეტია. ესაა სიმშვიდის, თავისუფლების და სტაბილურობის შეგრძნება ყოველდღიურობაში. შეგრძნება, რომელიც ბოლო პერიოდში ქართველებს ყველაზე მეტად გვაკლია და რისთვისაც ადამიანები დღემდე დაუღალავად დგანან რუსთაველზე.